ოლიგარქის პოლიცია ამ დრომდე არაფერს ამბობს ბერა ივანიშვილის მეგობრის ავთო ბილანიშვილის სავარაუდო დანაშაულზე. ისევ უცნობია დაიწყო თუ არა გამოძიება რესტორან ონორეში მომხდარ დაპირისპირებაზე. მთავარი არხის ინფორმაციით თან დაპირისპირებაში მონაწილეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის ოჯახის წევრიც. გავრცელებული ინფორმაციით ნინოშვილის ქუჩაზე რესტორანში გვიან ღამით ორჯერ გაისროლეს. გოგოს გამო დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ცნობილი გახდა, რომ ბერა ივანიშვილის მეგობარმა ავთანდილ ბილანიშვილმა იგივე კაწრომ უმისამართოდ გაისროლა. ირაკლი ბახტაძე არკვევს დეტალებს, ის ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. გისმენ ირაკლი. Დაბეროა დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროთ, რომელიც უკვე რამდენიმე საათია დუმილის რეჟიმშია. სწორედ ეს არის უწყება, რომელმაც უნდა დაიწყოს გამოძიება იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც რამდენიმე საათის წინ სწორედ რესტორან ონურეში მოხდა. თუმცა მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს ბიძინა ივანიშვილის უახლოეს გარემოცვასთან, ასეთ შემთხვევაში როგორც ჩანს შინაგან საქმეთა სამინისტრო აგვიანებს რეაგირებას ან საერთოდ არ იძიებს ამ საქმეს, რადგან როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, გამოძიება ჯერ კიდევ არ არის დაწყებული და შესაბამისად უცნობია საერთოდ რა კვალიფიკაციას მისცემს ძალოვანი უწყება მომხდარ თავდასხმას. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი და კონფიდენციალური წყარო, რომელიც რესტორანში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას შეესწრო, სწორედ ეს პირი გვიყვება, რომ ავთო ბილანიშვილი, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის უახლოესი მეგობარი, სწორედ ეს იყო პირი, რომელმაც რესტორანში რამდენჯერმე გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან, ამას ყავს არაერთი თვითმხილველი და სავარაუდოდ რესტორანში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერებიც მოწმობს ამ ყველაფერს. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები რამდენიმე საათის განმავლობაში სავარაუდოდ ფორმალურ გამოძიებას აპირებდნენ, ამ დრომდე არ არიან გამოკითხვაზე გადაყვანილები ის ადამიანები, რომლებიც ამ რესტორანში მუშაობენ და რომლებსაც აქვთ ინფორმაცია მომხდარ დაპირისპირების შესახებ. მთავარი არხისთვის გახდა კიდევ ერთი პირის სახელი და გვარი ცნობილი, რომელიც როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ავთო ბილანიშვილის იგივე კაწროს უახლოესი მეგობარია. ეს არის სანდრო ზურაბოვი, რომელიც ამ დაპირისპირებაში იღებდა მონაწილეობას და როგორც კონფიდენციალური წყარო გვიყვება, სანდრო ზურაბოვი არის ის პირი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე დააკავეს და როგორც ჩანს, ის ეხლა არის თავისუფლებაზე და შვიდობიანად გადაადგილდება ქუჩაში, არის მონაწილე სისხლის სამართლის დანაშაულის, თუმცა მასაც კაწროს მსგავსად მფარველობენ ივანიშვილის სამართალდამცველები. ჩვენ რასაკვირველია ვიმყოფებოდით რესტორანში, იქ სადაც ეს დაპირისპირება მოხდა, თუმცა არავინ არ საუბრობს ღიად იმ დაპირისპირების შესახებ, რომელიც გუშინ გვიან ღამით რესტორან ონორეში მრავალი ადამიანის თანდასწრებით მოხდა. ესეთი დასაიდუმლოებული რატო განავიღებდა ეგეთი მონაწილეობას, რომ არავინ არაფერს არ ამბობს? რა უფლება არც გვაქვს და თან ინფორმაციაც ნაკლები. ანუ რომ მოხდა ეგეც, ხო? სროლა იყო და დაპირისპირება მოქალაქეებს შორის. არ ვიცი. დღეს პოლიციელები აქ არ ყოფილა? კამერების ამოსაღება და რა მოსწავს. სროლა იყო აქ ონორეში და ხო გაგიგია? არაფერი. საერთოდ არ გაგიგია? არაფერი არ მიგია. და მე 6 საათს მომწევ მუშაობას. ავთო ბილანიშვილის იგივე კაწროს სახელი არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს. ჩვენ ნახეთ რამდენიმე წლის წინ ფორმალური გამოძიებაც, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე თავად კაწრო დაიბარეს გამოძიებაზე, თუმცა მაშინ ძალოვანმა სტრუქტურამ გამოძიების მიმდინარეობისას მისი დანაშაულებრივი კვალი ამ საქმეზე ვერ იპოვა. როგორც ჩანს, ახლაც წინა წლების მსგავსად შინაგან საქმეთა სამინისტრო ბერა ივანიშვილის მეგობარს მფარველობს და სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც გამოძიება ამ დრომდე არ იწყება.